ევროპის მრავალი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს ზრდის. საფრანგეთი განიხილავს ბირთვული შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ საკითხზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც ესაუბრა მაკრონს. ვარშავა საკუთარ შესაძლებლობებსაც ზრდის. ცნობილია, რომ პოლონეთი გეგმავს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე მოახმაროს თავდაცვის ხარჯებს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ქვეყნის გამოსვლას ოტავის კონვენციიდან, რომელიც ნაღმების გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს და გამოვიდეს 2008 წელს გაფორმებული დუბლინის კონვენციიდან, რომელიც გარკვეული შეიარაღების, მაგალითად კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ზღუდავს. გაზრდილია ქვეყნის სამხედრო შესყიდვებიც. მაგალითად, გაფორმდა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან. ამ თანხით ვარშავა თანამედროვე შეიარაღების შეძენას აპირებს. ბოლო მონაცემებით პოლონეთის არმია 200,000 ჯარისკაცს ითვლის. შესაძლებლობების მიხედვით კი ევროპაში ვარშავას ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. ის მესამე ადგილზეა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ 2027 წლიდან მთავრობა აპირებს ათასობით მოხალისეს სამხედრო მომზადება ჩაუტაროს. Konsultuję z ministrem obrony. კონსულტაციებს გავდივარ თავდაცვის მინისტრთან უნივერსალური მოხალისეობრივი სამხედრო სწავლებების პროგრამის შესახებ, რაზეც სეიმშიც ვისაუბრე. ეს მოხალისეობრივი სწავლებები მაქსიმალურად ფართოდ უნდა განხორციელდეს. როგორც იცით, ომმა უკრაინაში ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა დიდი რაოდენობით სპეციალისტი. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე აქ ადგილზე გვჭირდება ყველაზე მეტი სპეციალისტი სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 2027 წელს. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ თავდაცვისთვის მოვამზადოთ 100,000-მდე რეზერვისტი. დარწმუნებული ვარ, მოხალისეების ნაკლებობას არ განვიცდით, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მიიღოს მონაწილეობა სწავლებებში. To szkolenie odbyć. დონალდ ტუსკმა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ახსენა, რომ სურს 500,000-იანი ძლიერი არმია ჩამოაყალიბოს. პოლონეთი მილიარდებს ხარჯავს იარაღზე, რათა აღჭურვოს არმია ამერიკის შეერთებული შტატების აბრამსის ტიპის ტანკებით, პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და F-35 გამანადგურებლებით. ხოლო სამხრეთ კორეიდან შეიძინოს K2 Black Panther-ის მთავარი საბრძოლო ტანკები, K9A1 Thunder-ის ჰაუბიცები, Homar K-ის სარაკეტო სისტემები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პოლონეთში განლაგებულია ამერიკული 10,000 კაციანი სამხედრო შენაერთი. თუკი 2023 წლისთვის პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 27 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, როგორც პრეზიდენტი ანჟეი დუდა ამბობს, 2025 წელს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი 30 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება. პოლონეთის ამოცანაა დაიცვას ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვარი, რომელიც ასევე ევროკავშირისა და ნატოს საზღვარიცაა, განაცხადა დონალდ ტუსკმა. გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია.